ვარ ლაზარე კუკულოვა 9 წლის. სწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. თითქმის 2 წელია ვთამაშობ შავი ზღვის გუნდში. იმიტომ შევედი ფეხბურთში, რომ მიდე ნაკრებში მოხვდე და საქართველოს ვასახელო. გაწვევებული ვარ მოხვდები ნაკრებში და ვითამაშებ 3 ნომრით. მე ვთამაშე მარცხენა მცველის პოზიციაზე. პოზიცია იმიტომ შევიცვალე, რომ გუნდს ჭირდებოდა დაცვაში დახმარება. ახლა შევეცვლი ამ ადგილს და კომფორტულად გვიზნობ თავს. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა სწრაფი შეტევების განხორციელება. 1-2 ვიყავი კაპიტანი და მინდა ვიყო სისტემატურად. ფეხბურთელი კაპიტანი რო გახდეს, უნდა თამაშობდეს კარგად და უნდა ქონდეს ავტორიტეტი. ვფიქრობ, კაპიტანისთვის ყველათი შესაძლებლობა უკვე მაქვს. უკვე ქონდა 30-მდე შეჯიბრება. ყველას კარგად დამომახსოვრდა შავი ზღვის B გუნდთან შეხვედრა. მათთან კარგად დასრულდა 30-4. ჩვენ სასარგებლოდ. მაგ თამაში ვიყავ ერთ-ერთი საუკეთესო დაცვაშიც და შეტევაშიც. ყველი გავიტანე, ჯერ გადმოვიდა ბურთი გადმოაგდეს და ცენტრიდან დავარტყე სხლიანში გავიტანე. მეორე გავიტანე თავით. ჩემ საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით დარტყმა. შავ ზღვაში ყავს 3 დიმა მასწავლებელი, ბექა მასწავლებელი და ვახო მასწავლებელი. სამივე კარგია, მაგრამ ბექა მასწავლებელთან უფრო კარგად ვარ. ჩემ გუნდში ყველაზე კარგად შეთამაშებული ვარ ლაშა ცინცაძესთან. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის კრისტიანო რონალდო, ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. შავი ზღვის გუნდი იმიტომ არის კარგი, რომ ხიარულია, ტრენერებმა იციან რა სასაკეთებია და სულ გავყავართ შეჯიბრებებზე და იმან ძალიან უხარიათ. მე ვიყავი 6 წლის, როცა გადაწყვეტე ფეხბურთელობა. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი მშენებელი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეც წარმომიდგენია. ჯერ თამაში დავიწყე ბათუმის დინამოში, მერე გადავალ PSG-ში და მე რეალ მადრიდში. თუ ყველაფერი კარგად დაიწყო, მე გავხდები რეალ მადრიდის ლეგენდა. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 53 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ტრენერი. სიამოვნებით ჩავიბარებ და გავწვდომი ბათუმის დინამოს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ სახალხო კლასი ყავს, მასწავლებელი ყავს კარგი და სკოლა არის ისეთი, რომ კარგად ისწავლო. ჩემ კლასში ყველაზე ხიარული არის ლაშა ცინცაძე. ყველაზე ჭკვიანი არის ელენე ბერიაშვილი. ყველაზე მშვიდია ევა ბერიძე. ყველაზე ცელქი არის გაბრიელ ჭიჭვეიშვილი. მე ვარ ყველაზე მომსმენი მასწავლებლისთვის და ყველაფერს ვაცდი ყველას. კიდე ვარ მეგობრული და ყურადღებიანი. სიმპათიური რო არ ის ჩანს და აღარ ვიტყვი. სიმპათიური კი ვარ, მაგრამ შეყვარებული არ მყავს. სამაგიეროდ ადრე სამ გოგოს უყვარდი. ვარ ჩემი შესაბერისი გოგოს იევაში. მე რო გოგო მომეწონოს, უნდა იყოს ნორმალური ზომის, თმა უნდა ქონდეს ნორმალური, ყავისფერი თვალებით უნდა იყოს და უნდა იყოს ხიარული და ბედნიერი. რომ თლიანად ბედნიერი ვარ, იქნება მე გავაბედნიერებ. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 21 წლის. შვილებს დავარქმევ ალექსის, კიდე დავარქმევ გიორგის, კიდე ლანას დავარქმევ და კიდე დავარქმევ ლიზის. თუ კიდე მეყოლება დანარჩენს ჩემმა ცოლმა დაარქვა სახელები. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელია თამრიკო ბერძე, იმიტომ სულ გვეთამაშება, სულ გაკვეთის კარგად ხსნის და სულ არასდროს არ ყვირის. ახლა მინდა ვიყავ 15 წლის, რადგან ვითამაშო დიდ გუნდში. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბაბუა, ბებია, ჩემი და კიდე ჩემი ძმა და ჩემი ბებია და ჩემი ბიძაშვილი. კიდე მინდა ყავდეს ერთი ძმა და ერთი და. ჩემი ძმა 15 წლის და ქვია დათა კუკულოვა. ის არის ხიარული და სხვას უნივერსიტეტში ხარია. ჩემი აზრით დათა რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. ჩემი და არის 13 წლის და ქვია ნინა. ნინა არის ბედნიერი, თამაშმოყვარული და ლამაზი. ის ალბათ გამოვა მხატვარი. მამა ჩემი არის ძლიერი, მამაცი და არაფერი სარეშინია. დედი ყვარის ლამაზი ზრუნველი, სულ გემრიელ საჭმელებს აკეთებს. ჩვენ ვართ დიდი და ძალიან ლამაზი ოჯახი. შედოს რომ ოჯახი რომ მქონდეს, მთლიან ბათუმს და საქართველოს გავაკეთებდი ისე, რომ ყველას არ მოეწონოს. სამუხტო შემონევის წავიდოდი პორტუგალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. დროში მოგზაურობა შემეძლო, სად მოგზაურებდი და როდის? მე მოგზაურებდი 2014 წლის საქართველოში. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების შეჩქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების შეჩქარია ახალი კომპიუტერი. ბედნიერება არის, როცა რამეს მოიგებ, როცა ოჯახთან ერთად ხარ, როცა ამას გაჩუქებენ და როცა რამე გაგიხარდება ძალიან. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.